ყავა არ დავლიე. მეძინება. ვერ გამოვხიზდი. რაღაც მინდოდა გამეკეთებინა და უფრო ისეთი ვიდეო ჩამეწერა, მაგრამ ძალიან მეძინება. 5 შვილი ვარ. ყოველს დავლე გამოვხიზდები და ნახოთ. ის დაბადების დღეს, ამირანი მიდის დაბადების დღეს. მე არ მივყვები. ბიჭები მიდიან თანამშრომლები და ცოლების ერთად არა, ისე რესტორანში მიდიან. ხო და იმას მე გავუმზადო რაღაცები და გავუშვა. კიდე დროს გამოვნახავ, რომ რაღაც უფრო ლამაზი ვიდეო გავაკეთო. ჩავწერე. ახლა გიგაც გაიღვიძებს თუ არა და მე გავაღვიძე. თორემ მე ამბობს მაგანდებაო და ზოგჯერ უჭმენს გავის. თეთა როგორ ვართ? მეთყობა. მეძინება მაგრად. აქედან მაქვს გაკეთებული ეს კონდიციონერი ქვია მას. დღეს მფლავე. გამწოვი გაკეთებული მაქვს ისე რომ პირდაპირ გარეთ გადის ამის მილი და აქედანაც შემოდის მტვერი. რაც არ უნდა გაწმენდილი გქონდეს გაზი. ში მაინც უნდა ხელის გადასცემა. ესეც გასარაცხი მაქვს. გავრიცხო. ეს არ ვარგა, ეს ამან გაამშროლა არაფერი. ეს ნამდვილად არ ვარგა. საერთოდ არ მომეწონა. გამოცვალე ხო. ამას გავრიცხო, ჩავარგო. და როგორ ყავა გაცივდება, სანამ გაცივდება ყავა. მეგობრებო, თვალებს მოახელ იქნება ყავით და მერე სულ სხვა ვიდეოთი მოვა. თორემ ძალიან წავითი შუ. ერთხელ დამაკდა ძილი და უკვე ისე ვარ. რაღაც პატარა რულეტის გაკეთება შეიძლება, ჩემიც მაქვს. ბულკები არის 3 ცალი დარჩენილი. მეგობრებო, საღამო მშვიდობის მეგობრებო. ეხლა უკვე საღამოა. დღეს რომ უცბად დავრჩი გასაქცევი შარვალი რომ მეყიდა. ამიტომ ვიდეო გავწყვიტე შუაგზაში და უცბად გითხარით რომ გავიქცევი შარვალს ვიყიდი და მოვალ მეთქი და სულ ჩქარობდი და იქ რაც დამრჩა გადაღებული და თავტოვე იმას ნახავთ წინ თავისთავად და ეხლა უკვე იქიდან რომ მოვედი. მოვიყიდე შარვალი. შარვალს დღეს არ ვიცი რა იყო. ხომ თქვი რომ ჯერ გათიშული ვიყავ, მეძინებოდა. მოვიტანე შარვალი, ვაი, სარეცხის მანქანა ჩავდა. მოვიტანე შარვალი.
მოეწონა, კარგი იყო, მართლა კარგი შარვალი ვიყიდე. გადავუღე პატარა ვიდეო, უცებ შარვალი რომ ეჩვენებინა. ისიც თურმე ატრიალებული გადამიღია, დღეს არ ვიცი, დღეს იყო. მოკლედ თვალები ვერ გავახრიდე, რასაც ვაკეთებდი, ძალით ვაკეთებდი. ხო და მერეც გავავთავე, გავამზადე ის ყველაფერი და წავედით ექიმთან, მერე მოვედით, უცებ ამას ჩავაცვი, დავახურე, გავპრანჭე. ხო და გავშვი დაბადების დღეზე და ეხლა გავაკეთე პატარა რულეც. რადგან ჯემი მაქვს გახსნილი, ტყუილა იდება ის მოცივარში და მასე ჯემს ჩემთან არავინ არ შეჭამს. ხო და მირჩენია ეხლა უცებ გავაკეთებ რულეც. ჯემიანს, კრემითაც ვაკეთებ, მაგრამ ეხლა ის ჯემს გავხარჯავ თან და თან ჭამენ ასეთ ჯემთან და თანდათან გაჩვენებთ როგორ გავაკეთებ და რა გითხრათ, ის მაშინ კოფე ხომ დავლი იქ ვიდეოში ჩანს რომ კოფე დავლი. იგივე მდგომარეობაში ვარ, თავს ძალას ვატანო, რამენაირად 10-მდე ან 11-მდე გავძლო, რომ მე დავიძინო და გამოვიძინო. ეს მემართება თუ არ დავიძინე და ამიტომ არის რომ ჩემი უძილობა არის, არ ვიცი რა. ეხლა თან გავაკეთებ რულებს, თან ვიდეოს ჩავწერ და თან მეც ცოტას დროს გავიყვან. თორემ დღეს რა აბდაობდა ვიდეოები ვწერე, არ ვიცი მოკლედ რა ვიცი. მერე მეც დავჭდე და ვუყურო, განაგადავამოწმე და ესე ჩავწერე, მაგრამ რა ვიცი რა, მთლა ისეთი არ იყო, ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ეხლა გაჩვენებთ, ჩვეულებრივად ტორტის ბისკვიტივით ვაკეთებ 5 კვერცხი, 5 კოვზი სუფრის კოვზი შაქარი, 5 კოვზი ქვილი სუფრის და სულ ცოტა ოდნავ ჩაის კოვზის ოდნავ წვერით სოდას ვამატებ. მორჩა იმედი, ხო და ვანილი, ერთი ბაჭკა. იმედი არაფერი არ მოვიწყდება. თორემ ისეთ დღეში ვარ დღეს, რომ გამორიცხული არ არის, მაგრამ არ მოვიწყდება. გავტეხოთ ახლა 5 კვერცხის ცილა ჯერ. ჯერ ამოვიყვანოთ ცილა. მე ახლა რომ არ ვიხმაურო, დავაპაუზებ. აი. ახლა ჩავაყაროთ ნელ-ნელა 5 ჩაის კოვზი შაქარი. სამი ამოურევ და შემდეგ ორსაც ჩავამატებ და გაჩვენებთ. აი, შაქარიც ამოვიყვანე, აი. არ ვიცი როგორ ჩანს ახლა. ახლა ნელ-ნელა ჩავშვებ კვერცხის გულებს და ამოვიყვან. ახლა 6 კოვს ქვილს გავამზადებ ცალკე. 6 კოვზი, იმიტომ რომ არც მეტი, არც ნაკლები, რომ არ გამოვიდეს. ამას დავაყრებ ვანილს. და წიკრის სოდა. აი, წიკრის სოდა. ამას მიქსერით აღარ ამოვიყვან, ეხლა ამას ცოტა ისე გამოურევ და მერე ხის კოვზით. ქვილი მეგობრებო, სულ გაცრილს ვინახავ და აღარ ვიტყვი ამას.
ვიდეოებში ვამბობ, ძალიან ფრთხილად შევაკრე, რომ აფუერული ცომი არ ჩააგდოს. არც ჩავარდება, მაგრამ მაინც. აი ნახეთ როგორია. ახლა ამას გადავიტან შარონაზე, ქაღალდიანზე. მეთქა. მე ქაღალდიანად მინდა რომ დავახვია. თანაბრად გავიყვან, რა თქმა უნდა. ამის დანაც არსებობს, რომ გადაუსვა და ზუსტად ერთ ზომაზე გააკეთოს, მაგრამ მე რატომღაც არ მაქვს და არ ვიცი რატომ. ამდენამეს ვაკეთებ და რატომ არ მაქვს, არ ვიცი. რაღაც ასეც რომ გამიკეთებია, ინტერესი აღარ გამიჩნდა ალბათ, თორემ მაგის შეძენას რა უნდა. თან ხომ იცით, სულ რაღაცას ვაკეთებ. გამოცხვა. ახლა ეგრევე გადავახვე. აი ასე. გავაჩერებ ერთ-ორ წუთს და მერე ერთი-ორი წუთი ასე გაჩერდეს და მოვჭრ. მანამდე ჩვენ გავამზადოთ აქ მინანქარი, 2 სუფრის კოლზე კაკაო. მე მეორე კაკაოს ვყიდულობ და ის ბევრად უფრო მომწონს, უფრო მუქი არის. სახელი რა ქვია ვერ გეტყვით ახლა გაზუსტებით, მაგრამ ეს იმდენად არ მომწონს. მაგრამ არა ვშ. 2 სუფრის კოლზე. ორი სუფრის კოლზიც შაქარი. მინდა ახლა კაკაოიანი ჩავყავ. ორი. ცოტაოდენი კარაქი. აი, 100 კარაქს ჩავაგდებ. და ერთ სუფრის კოლს წყალს დავასხამ. ძე თუ გაქვს, უფრო კაია. ამას ახლა ასე გავაჩერებ და მერე
ავადუღებ და გავთიშა. ჯერ ასე იყოს, რადგან ეს მაქვს გასაკეთებელი. მოვა შორებ ქაღალდს. ეს რომ შეგრილდება, წავუსმევ ჯემს. ჯერ ცხელია. ეს ახლა საკმარისად არის სიმაღლეში. თქვენ თუ მეტი გინდათ, უფრო მეტი კვერცხით გააკეთეთ, მაგრამ სრულიად საკმარისია. 5 კვერცხის ბისკვიტია. აი ჯემსაც წავუსმევ. მე ამას კრემითაც ვაკეთებ, მაგრამ ეხლა რადგან ჯემი მქონდა გახსნილი, ჯემით ვარჩიე. თქვენ რომელი ჯემიც გესიამოვნებათ, იმით გააკეთეთ. სკლად არ ვუსმევ, ამას მაინც საკმარისად ექნება. ამით სავსე ჯემი სრულიად საკმარისი დარჩა. არც მეტია და არც ნაკლები. ეხლა ამას ისევ დავახვევ. ნორმალურად არის. უფრო მჭიდროდ არ მინდა, თორე შეიძლება. ამას მერე გადავფერთხავ. რადგან ჯერ მერჩევნია თქვენ გაჩვენოთ. ეხლა მინანქარიც ხომ გამზადებული, მაგრამ ამასაც უცებ გავაკეთებ. კარაქი რომ შეადნება, უცებ წამოდუღდება და საკმარისია. მოჩა. ეგეც სად არის? არც თხელია, არც სქელია. აი, ზუსტად მე რომ მინდა ესეთია. ეხლა მე ამის დიდი თეფში არ მაქვს და შეიძლება ძირში დამეღვაროს, ამის გამო ცუდად უნდა ინახავთ. კი გავითვალისწინე, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მაქვს ამის ზომა. დიდი რულეტი გავაკეთე ახლა. გადმოვიტანე აქ, იმიტომ რომ ცოტა თეფში პატარა დარჩა. ეხლა ეს რომ შეგრილდება მინანქარს ვამბობ. დავჭი და გაჩვენე. ნახეთ ზემოდან როგორი ლამაზია. ძალიან ლამაზია. ეხლა დავჭრი
მეც უხერხულად დავჭი რომ აქ დაეწვეთა, მაგრამ ვერ გავითვალისწინე უბრალოდ. გაჩვენოთ ახლა. ოდნავ თბილია კიდე. აი როგორია. გაჩვენებთ ასე დავჭრი და უფრო ლამაზად გაჩვენებთ რომ აქ კარგად ვერ დაინახავთ. აი როგორია. ძალიან ლამაზი და რა თქმა უნდა გემრიელიც. აი, ეხლა გაჩვენებთ ლამაზად. მოვაწესრიგე და დავდე. ძალიან ცუდად გამომივიდა წაღა. აი, ასეთია დაჭრილი. შვენიერი, გემრიელი და სწრაფი. აი, დღეს დილით რომ ამბობდი მეგობრებო, ზოგჯერ ხომ გაქვთ ასეთი შემთხვევა მეთქი რომ არ მიდის საქმე წინ, ან რაღაც გაგიფუჭდება, ან შენ რომ გინდა ისე ვერ გააკეთებ. ეხლა შვენიერი გემრიელი გამომივიდა და შვენიერი ვიზუალურადაც ძალიან გემრიელი და გემოთიც გემრიელია. ეს ერთხელ არ გამიკეთებია დაურჩელ, მაგრამ ხომ ხედავთ თებში ვერ გავითვალისწინე და კაკაოს რომ მინაქარი რომ დავასხი გადმომივიდა ძირს, მაგრამ არ წავშლი იმ მომენტს იყოს შეცდომებიც შეიძლება რომ იყოს და ეს არ არის ძალიან დიდი შეცდომა უბრალოდ დამესხა ძირს რა მოხდა მე. ასეც ხდება. ხო, ისე ძალიან ადვილიც არის მართლა, გემრიელიც არის და დღეს ხომ თქვი რომ რაღაცას მაინც მოვიტანეთ. უკეთესაც გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ, უკეთესიც გეცოდინებათ, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ მე რასაც ვაკეთებ, აუცილებლად მომაქვს თქვენამდე და ეგა. სოდას იმიტომ ვუშვები რომ დახვევაში არ დატყდება და ხელს არ შეგიშლის და მაგიტომ ვუკეთებ იმ სულ ცოტა სოდას, თორემ ბისკვიტს სოდას მაინც და მაინც არ უნდა ბისკვიტებს. ხო, მეგობრებო, ეხლა ვართ მე და თქვენ მარტო. გიგა როდის მოვა არ ვიცი, ამინაინც კიდე როდის მოვა ნახოთ, გვიანამდე არ დარჩება, მაგრამ ალბათ 11-ისკენ. ხო და შერგებული ვიდეოც გადავიღოთ. უკვე გვიანია 9 საათი. მაგრამ აიმნებს მაინც უნდა შემოუვარო, ერთი შემოვლა მოუწმინდო, რომ ის რომ დავტოვო, დილას მე ორმაგი მტვერი დამხდება და მე სახში წამოვა. მაგარი სიცხე იყო, საცხა ალბათ 30 გრადუსამდე. 29-ს აჩვენებს უთქვეს დღეს, მაგრამ 30-იც იქნებოდა გარეთ მზეზე. გუშინ ხომ ამბობდი რომ ჩვენთან არ არის სიცხე მეთქი და აი დაცხა, მაგრამ რაც იქით არის საზღვარგარეთ სხვა ქვეყნებში ის რომ ჩვენთან იყოს, რა ვიცი, ჯერჯერობით არ არის და ვნახოთ რა იქნება. დასაუთავებლებიც მაქვს, ცოტა ბევრი არა, მაგრამ ეხლა არ მინდა ვიხმაურო. ჩვეულებრივი კლასიკური ტილოს ღია ყავისფერი, ძალიან ღია მოყავისფერო შარვალია. ძალიან მოუხდა შავ ტილოს საროჭკასთან ერთად და მშვენივრად გამოიყურებოდა და გავაშვი. ხო, გუშინ რომ მეყიდა დღეს ხომ არ ვერბენდი ამდენს, მაგრამ აი ხომ თქვი შავლები აქვს, მაგრამ დღეს ვუთხარი გამახსენდა მე რომ მომატებულია, გასუქებულია და ნახე იქნება არ ჩაგეტევა და მე ხომ არ ვირბენ მეთქი დღეს დილიანად ვუთხარი და რომ მოვიდა სამუშაოდან გაესინჯა და მართლაც არ ჩაეტია და იმიტომ მომიწია დღეს გარბენა, თორემ გუშინ ვუყიდდი, მაგრამ მაგი არ გამახსენდა რომ შვენივრად გამოვაწყოე. რა მეგობრებო, იცით, შრომობს ამდენს, წვალობს ამდენს მართლა ყოველ დღე და როგორ თქვა ახლა
მისთვის არ უნდა და არ ემეტება თავისთვის მეთქი მაგას არ ვამბობ, უფრო რას ვამბობ, იცი? აქეთ უყურებს რამდენი რამე რომაა საჭირო და მის თავს გადადებ შემდეგისთვის და თუ მასთან მიაღწია. ხა ჯანმრთელობას ვერ გადადებ, დანარჩენს ვამბობ. ჩაცმა დახურვას, რაღაც წასვლას, მოსვლას, ამას ვამბობ. ხო და დღეს არა ვთხარი მომეცი ჩქარაფული, გავიქცევი და ვიყიდი. და ცოდვა მართლა, მთელი დღე მუშაობს და რა ეხლა, ძვირიც არ მიმიცია, შვენიერ ფასებში არის ვაიკიკში სხვათა შორის, მამაკაცების ძალიან ბევრი რამეა, მართლა, ძალიან კარგი რამე, მოსაწონები და ბავშვებისა გადასარევი რამეა. ხო დღეს მინდოდა ვიფიქრე იქიდან რომ მოვა, აქ ჩვენთან ახლოს არის კიდე ამ ჭავჭავაძის ქუჩას რომ გადახვარ, ჩემი მოპირდაპირე მხარეს. პატარა პარკია. ლამაზია, თქვი იქ ჩავალ და გადავიღებ მეთქი, მაგრამ იქ როგორ აიცი, ძალიან დილას თუ ჩახვალ და გვიან ღამე თუ ჩახვალ. ეს თემუს რეკლამები მოდის და მოდის. ძალიან გვიან თუ ჩახვალ, იმიტომ რომ მზე რომ დილას ამოვა და დაანათებს, ჩასვლამდე ანათებს და რომ მოვედით იქიდან, გადავხედე სიცხე იყო მაგარი და აზრი არ ქონდა. ამოვედი სახლში და ჩავწერე აქ ვიდეო ვირჩიე, თორემ იმ სიცხეში იქ ვერ გაჩერდებია, ისეთი გია. პატარა პარკია, ლამაზი, მოწესრიგებული, მშვენიერი, მაგრამ ეს მინუსი აქვს. თან იმის წინ მუშაობდი მე 2 წელი, იმის წინ პანინების საცხობია, იქ მუშაობდი მე 2 წლის უკან. თქვი იქ თუ ჩავედი, იქ ჩემ უფროსაც ვნახავ მეთქი. სულ მეხვეწება ჩამოდი, ყავა დავლეთ, მათ არც ალიათ არასდროს. ამოდი მეთქი მეც ვეხვეწები, მაგრამ არც ალიათ არასდროს და თქვი ვნახავ ეგენსაც ძალიან კაი ხალხი იყო, მართლა ისე ვიყავი რომ შენ შინავრთან რომ იქნები, აი ისე ვიყავი. იქ როგორი ნდობა ქონდათ ჩემიც და მეც ისე ვიყავი მოშინავრებული მათთან, რომ მთელი სახლს და მთელი იმას დამიტევდნენ, წავიდოდნენ და მე ვაქცევდი რამოდენიმეჯერ ყურადღებას და ჩემთან ერთი წვეთის ოდენაც რამე პრობლემა ჩვენ ერთმანეთში არ გქონია. მე წამოვედი იქიდან ჯანმრთელობის გამო. მე ერთ ვიდეოში ვთქვი რომ დავიწყე მუშაობა, მაგრამ მე პრობლემები მაიჩინა ისევ თავი მეთქი და წამოვედი მაგის გამო, თორემ დღესაც მეხვეწებიან რომ ჩავიდე ამ წუთასვე დავიწყებ, მაგრამ არა ვეღარ ვბედავ. ძალიან კაი ხალხი იყო. ყველა ის უფროსი ჩემი შვილებიც მის მეუღლეს ძალიან კარგები იყო ყველა. ღმერთს მადლობა, ეგ როგორ არის, იცი, სადაც მიმუშავია. მე სხვაგან მიმუშავია მანამდე იქით კიდე მე რაღაც ერთი სახეობის პეჩენიებზე მუშაობდი, რომელიც აქ არ კეთდებოდა, ერთადერთი ვიღაცა აკეთებდა და იმასთან მუშაობდით მე და ჩემი და იქედან ვისწავლეთ ჩვენ და მე იქ მათი საცხობი დაიშალა და ჩვენ ეს რეცეპტები შეგვჭა. ხო და სხვაგან მუშაობდი და მე აქ რომ დავიწყე მუშაობა, ის უფროსი ამ ჩემ მეორე უფროსი ცნობდა და ამ უფროსმა მომძებნა, მე რომ იმუშავე და ჩემი უფროსი იყო მალხაზი. მაგან მომძებნა და მთხოვა თუ მოხვალ და იმუშავებო და მაგაც ვიმუშავე. 1-2 წელი. მაგაც ჩემი პრობლემების გამო და აი სულ ყოველთვის რაც არ უნდა ვთქვა, მაინც მივდივარ იქამდე, რომ ეს ჩემი პრობლემას ვახსენებ.
ეხლა ხომ უნდა ვთქვა, რატომ დავტოვე და წამოვედი იქიდან სამუშაო. არ დამიტოვებია. მაშინ გავხდი ზუსტად ავად. თორემ დავტოვე კი არა, როგორ ვიყავით, იცი? იქაც ისე ვძნობდი თავს, რომ საკუთარ სახლში ვიყავი, ასე მეგონა. მე იქ ბულკებსაც ვაკეთებდი, მათ ერთად სხვა რამესაც ვაკეთებდი, შაქრიან რაღაციგენსაც ვაკეთებდი და თან იყო ფეხით მივდიოდი, ფეხით მოვდიოდი ახლოს, აქაც ისე, იქაც ისე, იქაც ისე, სულ აქ ახლო-მახლო. ბევრ ადგილას მიმუშავია ძალიან და ყველგან კარგი ურთიერთობა გქონდა, ყველგან დაფასება იყო, ნამდვილად არსად არ მქონია ის პრობლემა, რომ უფროსი იყო და რაღაც სხვა კუთხით შემოეხედა, რომ შენ ხარ მისი დაქირავებული მუშა, არა. ოჯახის წევრივით ვიყავი ყველგან, სადაც მიმუშავია. ძალიან ბევრ ადგილას. თუ ვინაც ლილოში რომ დავდიოდი, იქაც ისეთი ყურადღებით და ისეთ ვისაც დავყვებოდით, ისეთი ყურადღებით ვიყავით გოგოები, რომ ჩამოვიდოდით ღამე გვიანს აქ, გვაგზავნიდნენ, პატევს გვცემდნენ, რომ მარტო გოგოები რა ქალები მარტო არ წავსულიყავით და ხა ღამე მოგვიწევდა ჩამოსვლა. დღისით თუ ჩამოვიდოდით, არ იყო პრობლემა, მაგრამ ყველგან გქონდა პატევისცემა, რა ვიცი, მართლა მაგაში ნამდვილად გამართლებული ვიყავ. ნამდვილად, სადაც ვიმუშავე, იქით კიდე მახსოვს, ნამცხრებზე და იმგენზე მუშაობდი, ფენოვანებზე, იქაც იგივე, მთელი ცეხ, ხო, იქ მერე იგია მოვიდნენ ვიღაცეები და უფროსმა გადამიყვანა კასასთან, მაგრამ კასასთან როგორ ეხლა? იქ კასას ვეძახი, იმიტომ რომ ფულს როგორ გითხრათ? ფურცელზე წერდით რა იყიდებოდა და რა იყო თანხა. და საღამოს რომ დააჯამებდნენ ხომ, ერთი თეთრი არაფერი, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ისე ვიწერდი და ისე საღამოს აღწერას ვაკეთებდი ყველაფერს. დილასაც აღწერას, საღამოსაც აღწერას და ისე გამზადებულს ვტოვებდი. და მენდობოდა იმას, რომ ხდებოდა ის ერთ-ერთ სადმე გვერდით არ დავდებდი. ასეთი ნდობა მქონდა, აქაც, იქაც. ეხლა მე ჩემ თავს კი არ ვიქებ. უბრალოდ მე მიმართლებდა, რომ ყველგან მქონდა დაფასება და ყველგან მქონდა ნდობა. რა ვიცი. ეს არ იყო ისეთი სამსახურები ახლა ხო საცხობთან და ცომეულთან და რაღაც ასეთებთან, მაგრამ კასასთანაც მქონდა საქმე, აქაც მიმუშავე, რა ვიცი, ბევრი ადგილები მაქვს გამოცვლილი, მაგრამ ყველგან მქონდა ეს ნდობა და კარგი იყო სხვათა შორის. ძალიან კარგი იყო, რომ სიხარულით მიდიხარ სამსახურში, რომ გიხარია იქ მისვლა, გიხარია კოლექტივი, გიხარია შენი უფროსების დანახვა, ამაზე როცა მუშაობ, ამაზე კარგი არაფერი არა. თუ იქ გძნობ რაღაც პრეტენზიებს, თუ გძნობ იქ, რომ შენ კოლექტივში ვიღაც მაგალითად სხვანაირია და ვერ ეწყობი ერთმანეთს, ძალიან რთულია და ეგ პრობლემები ნამდვილად არ მქონდა. სიხარულით მივდიოდი ყველგან, მე ერთსა და აღარ შემეწყო ხელი ჩემი გენიდან გამომდინარე. ვამბობ, არ ვიტყვი, მაგრამ მაინც მიწევს თქმა. ასე რომ მეგობრებო, და ეხლაც ესეც ჩემი სამსახურია, ეგეც ჩემი სამსახურია, აქაც ძალიან ყველა თბილები, კარგები, გემრიელი ხალხი ხართ, აქაც არ მაქვს, მე არ მქონია თქვათ უარყოფითი კომენტარიც, რომ რამეზე სანერვულო მქონდეს, აქაც მოვდივარ სიხარულით, ერთადერთი კი არ ნერვულობ, როგორ პასუხისმგებლობას ვიღებ, თორემ კი არ ნერვულობ, პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ მინდა თქვენთან მოვიტანო, ლამაზად, კოხტად, ყველაფერი და არა ისე, რომ საყურებლად არ იყოს მოსაწონი. მაგას ვცდილობ და ეს პასუხისმგებლობა მაქვს. აქაც სიხარულით მოვდივარ და სამსახურია, იგივე სამსახურია.
იმიტომ დილას ადგები თუ არა, ეს უნდა იფიქრო, დღეს რა უნდა გავაკეთო, ხარ ამაში ჩართული, მე დღეში ორ ვიდეოს დებ, არ მინდა რომ ვიცით მელოდებით და ისე დაგტოვოთ. ესეც უპასუხის მგებლობა არის, რომ ადამიანი გელოდება და შენ რაღაც უბრალო მიზეზის გამო. ეხლა რაღაც სერიოზული მიზეზი რომ მქონდეს, სხვა რა გზა მექნება, შეიძლება ვერ მოვიდე, მაგრამ უბრალო და უმნიშვნელო მიზეზების გამო რომ ვიდეო არ ჩავწერო და არ მოვიდე თქვენთან, ამას არ ვიზამ. ხო და ასე რომ მეგობრებო, ყველგან მიმართლებს, ყველგან. და ესეც ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ასე რომ მეგობრებო, ეხლა 10:15 წუთია. დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მოვალ დილით, ღმერთის ნებით. აბა ხვალამდე. მიყვარხართ ყველა.